დღესაც გაიმართა მორგის ხდომა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. საზოგადოება აკვირდება მოვლენებს, როგორ ვითარდება პროცესები, როგორც სასამართლოს შენობის ეზოში, ასევე შენობის გარეთ. დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა მაგალითად ბრალდებული გიორგი მიქაძე, რაც მისმა უფლებადამცველებმა შემდეგნაირად ახსნეს. Რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი გიორგი მიქაძის პოზიცია დღევანდელ გამოუცხადებლებასთან დაკავშირებით არის ის პროცესები, თუ როგორ მიმდინარეობს მოვლენები, ბოლო რამდენიმე პროცესი არის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოგეხსენებათ, რომ სიტუაცია ბოლო პროცესზე უკიდურესად იყო დაძაბული, ეს პირველ რიგში არ შედის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესში, ვის ინტერესში შედის, ეს ალბათ გამოსაკვლევი საკითხია, ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედის, აქედან გამომდინარე ბატონი გიორგის პოზიციაა, რომ თუ მისი გამოუცხადებლობა და პროცესი არ ყოფნა რაიმე ფორმით შეძლებს ამ პროცესების ნორმალიზებას და ნორმალურ კალაპოტში სიტუაციის დაბრუნებას, ჩვენი მიზანიც ეს არის, შესაბამისად, აქედან გამომდინარე ის დღევანდელ პროცესს არ დაესწრო. თუმცა სამომავლოდ რას იზავს ამასთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ მაქვს, დიდი იმედი მაქვს, რომ გააგრძელებს პროცესებში მონაწილეობას. დღეს დაიკითხა მოწმეები, მათ შორის დაიკითხა სასტუმრო თაუერის ადმინისტრატორი, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი ჯოხაძე სარგებლობდა პრივილეგიებით, მას არ ახდევებდნენ არავითარ თანხას ნომრის აღებაში. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ გელაუძილაური, როდესაც მივიდა, იყო მითითება, რომ გელაუძილაურისთვის არ გადაეხადათ თანხა. პრივილეგირებული იყო ბრალდების ხარი ადასტურებს გიორგი ჯოხაძე სასტუმრო თაუერში და რას ეძახის პრივილეგიას ვერ გეტყვი, მაგრამ ლოგიკურია, რომ დღეს საქართველოში ახლა სასტუმროს ფლობელი ან კაფე-ბარის ფლობელი თუ არის შენი მეგობარი, პატივისცემის ნიშნად სასწრებით შესაძლებელია, რომ პრივილეგირებული არ ქვია, უბრალოდ დაგპატიჟოს და არ გადაიხადოს თანხა, თუმცა ბრალდების ხარე ამ ფაქტით რის დამტკიცებას ცდილობს არის ყოველად გაუგებარი. პირიქით ნინა ლაჩინოვამ დაადასტურა ცალსახად ის გარემოება, რომ გიორგი ჯოხაძე 2021 წლიდან სწავლობს სასტუმრო თაუერში და არა ის, რომ თებერვალი და მარტის თვეში რაიმეს გეგმავდა სხვა ბრალდებულებთან ერთად. ასევე დაიკითხა მოწმე, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ სასტუმრო თაუერიდან გელაუძილაური წაიყვანა გიორგი ჯოხაძის ნათესავთან, ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძესთან, მასთან რო სატელეფონო კომუნიკაცია შედგა, თუმცა მამუკა ბაღდავაძე იქ არ მოვიდა, შემდეგ უკვე გელაუძილაურმა დატოვა ტერიტორია. ასევე დაიკითხა ჰაბიდოსკოპირო ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი კაჭკაჭაშვილის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ ვიდეო მასალაში იდენტური არის სახეები გიორგი ჯოხაძის და სანდრო წივწივაძის და ასევე დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამბასადორში გადაადგილების დროს იყო გელაუძილაური და ასევე სასტუმრო თაუერის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ექსპერტმა განმარტა, რადგან სახი არ ჩანს და არ იკვეთება კერძო ნიშნები, ვერ დაწერა კატეგორიული დასკვნა. თუმცა მან განმარტა, საერთო აღნაგობით, სიმაღლით, გადაადგილების მანევრით გავს კონკრეტულ შემთხვევაში გელაუძილაურს. გარკვევით მინდა ვთქვა, რომ მაგერ უკვე მეშვიდე თუ მერვე პროცესია, თაუერის თანამშრომლები იქნებიან ესენი თუ სხვა მოწმეები საუბრობენ გელაუძილაურმა მოკლა თუ არა ლევან ჯანგველაძე. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით და დღესაც თაუერის ადმინისტრატორმა ვერ გაგვცა პასუხი. ჩვენ გვაინტერესებდა გიორგი მიქაძეს ჰქონდა თუ არა რაიმე შემხებლობა ამ სასტუმროსთან, გელაუძილაურთან, გიორგი ჯოხაძესთან და დანაშაულში ფიგურანტ სხვა პირებთან. ამაზე, როგორც წინა მოწმეებმა, დღევანდელმა მოწმეებმაც განმარტა, რომ გიორგი მიქაძეს სასტუმრო თაუერთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია. რეალურად მიქაძეების წინააღმდეგ ამ საქმის გამოძიება ტარდებოდა 8 დღის განმავლობაში, ეს იყო 5 აგვისტოდან 13 აგვისტომდე პერიოდში და ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რომელიც ამ 8 დღის განმავლობაში არის ჩატარებული, გამოირჩევა პროცესუალური დარღვევებითა და ბევრი შეცდომით. მაგალითად, დღეს ჰაბიდოსკოპიურმა ექსპერტმა თქვა, რომ 9 აგვისტოს შეძლო და შეისწავლა და დაათვალიერა 100 საათზე მეტი მასალა სასტუმრო თბილისი თაუერის კამერებისა, სულ რომ 24 საათი ემუშავა მას, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ ეს დასკვნა სწორად ყოფილიყო გაცემული.